დღეს დასვენების დღე მაქვს და ჩემ თავს დავფიქრდი, რომ day off-ებზე მიკრო თავგადასავლებზე წავიდოდი. ცოტა მეზარება, რაღაცნაირი მოჟამული ამინდია გარეთ. მაგრამ თან ვიცი, რომ მაგრად გამისწორდება ზევით როცა ავალ, ამიტომ ეხლა ვისაუზმებ, საგზელს გავიმზადებ და დავეშვებით რინკოგელის დასალაშქრად. ჯერ დაახლოებით საათნახევარი გვინდა ველოსიპედით იმთამდე რომ მივიდეთ. მოვიდით საწყის ხიჟინასთან, აქ გავაჩერებ ველოსიპედს, ცოტა ცხელ ჩაის დავხრუპავ და გავუდგებით გზას. ზევით. ეგან ხო ძალიან მეზარებოდა სახლიდან გამოსვლა და ეხა ისე მიხარია აქ ვარ, სიმწვანე, სუფთა ჰაერი და რა თქმა უნდა ცხელი ჩაი. ჩილაობა და ჩაის კაია, მაგრამ ეხა საქმეს მივხედოთ. გოგოებთან საუბრი ძალიან მეშინია, მაგრამ დანისთულ უღრან ტყეში ვივლი გიჟივით. არ ვიცი მატყუებს თუ არა ეს ნიშანი. საათნახევარი დაგჭავ, ასე იძახის. ძალიან გაასწორებს საათნახევარი ამ პირობებში. რაღაცა გამოქვაბულია. მე მგონი უეჭვალ უნდა გამოვიკვლიოთ. ჩაის დასალევად კაი ადგილია მგონი. მაგარი მყუდრო ადგილია. მიუყვება ესე ქედს. არ ვიცი რამდენად კაი იდეაა. აქამდე მოსულები ეხლა უკვე ხო არ გავუბრუნდებით. ხო არ გადაო. აქ ვიღაცა კაცი მოკვდა. ხო რავი. ავედით რინკოგელზე ძალიან გაასწორა. ძალიან დადებითი ემოციებით ვიყავი ზევით დამუხტული. და მე უკანა გზაზე ისევ ამ ჯვარს რო ჩაუვარე ვოლფგანგ ჰოფბაუერის ხსოვნისთვის. აქ დადგმულს ცოტა დავიგრუზე. რავი, ჩემნაირი ტიპი იყო რა. რევასებოდა ალბათ მთაში სიარული და ერთ დღეს ფეხი დაუწდა უბრალოდ და გადაიჭეხა აქედან. არავინ არ ვართ ესეთ რაღაცებისგან დაზღვეული. ხო და ამიტომ სანამ შეგვიძლია, სანამ ცოცხლები ვართ, ვიცხოვროთ რა. უბრალოდ არ ვიცოცხლოთ. ამ პოზიტიურ ნოტაზე დაგემშვიდობებით. ვიცხოვრეთ ისე, რომ სიკვდილის წინ ძალიან ბევრი გასახსენებელი გქონდეთ. გაგოცით.